მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. სტუმრად სტუდიაში გვყავს თეოლოგი გიორგი გვასალია. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისათვის და საერთოდ აი ამ ციკლის ჩაწერისთვის მადლობას ვუხდი. მაყურებელს ბევრი არის გამოხმაურება, შეკითხვები, შეფასებები ამ გადაცემათა ციკლის და ჩვენ შევეცდებით თქვენი შეკითხვების მიხედვითაც ვიხელმძღვანელოთ შემდგომ გადაცემებში. წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ ლოთის შესახებ, უფრო რომ სწორად თქვა ლოთისა და აბრაამის გზაჯვარედინებზე, რადგანაც ერთის არჩევანი უკავშირდებოდა აუცილებლად მეორეს არჩევანს და აბრაამის ცხოვრებიდან ჩვენ გვინდა გამოვყოთ კიდევ რამდენიმე ადგილი. დღეს გადავწყვიტეთ ვისაუბროთ მსხვერპლშეწირვაზე, ძალიან ცნობილი ადგილია, ძალიან მრავლის მომცველი, როდესაც აბრაამი ისააკს მსხვერპლად წირავს. ჩვენ ზოგადად როდესაც აბრაამზე ვსაუბრობთ, აბრაამის ქალდეველთა ურიდან გამოსვლა აღთქმულ ქვეყანაში, მისი მოგზაურობა, ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ღმერთი კიდევ ერთხელ სხვა გზით ცდილობს გამოარჩიოს მართალი გზა და შერევისაგან გადაარჩინოს ის სხვა უკეთური ცოდვაში ჩავარდნილი ადამიანის ცხოვრების წესისაგან გამოყოს და გამოარჩიოს ის გზა, რომლიდანაც შემდგომში უნდა კაცობრიობა მიიღოს. ყველაზე მთავარი აღთქმა მისი, როდესაც უნდა მოხდეს კაცობრიობის გამოხსნა. მაშასე, რა ასპექტში შეიძლება ყველაზე უფრო მთავარი, რა ასპექტში შეიძლება იყოს განხილული აბრაამის მიერ ისააკის მსხვერპლად შეწირვა. ჩვენ შეგვიძლია გარემოებაც ვთქვათ, რა გარემოებები იყო იქ, რა წესი იყო, რა მსახურებები იყო აბრაამის ირგვლივ, რა ხდებოდა, რა კულტები იყო და აი ვთქვათ, შემდგომში ეს პირმშო მისი აღთქმული აბრაამმა უნდა შეწიროს და აი რა ხდება. ძალიან საინტერესო მომენტია აბრაამის ცხოვრებაში, ერთ-ერთი უდიდესი კულმინაცია იმ გზაჯვარედინების რიგში, რომელსაც გადის აბრაამი. როდესაც ღმერთი რამდენჯერ მეუბნება აბრაამს, რომ მას ეყოლება შვილი და არ ყავს შვილი. მაგრამ რამდენჯერაც ეტყვის, იმდენჯერ აბრაამს წამს. ბოლოს მას შეეძინება შვილი, ისმაელი, თავისი ქალბატონისაგან, არამედ ხევლისაგან, რომელზეც აკეთებს აქცენტს, რომ ისმაელი უნდა იყოს ვისთანაც გაგრძელდება მისი გენეალოგია, მაგრამ მოგვიანებით მისი მოხუცებული ცოლი უშობს შვილს, ისააკს და მოხდება ისე, რომ ისმაელი და ისააკი დაშორიშორდება ერთმანეთს. ანუ ისმაელი წავა სხვაგან. აბრაამი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, თუ გახსოვთ ჩვენ ერთ-ერთ ჩვენს გადაცემაში ვთქვით, სამი რამ უკვირდა თუ აბრაამის ცხოვრებაში და ერთ-ერთი რაც უკვირდათ აბრაამის ცხოვრებაში ის იყო მისი დამოკიდებულება სიკვდილთან. იმიტომ კი არა რომ აბრაამ აღმოაჩინა რაღაცა სიკვდილი ეს მომენტია, რომელიც ყველა რელიგიაში თავის ადგილს იკავებს, მაგრამ აბრაამს სხვა დამოკიდებულება ჰქონდა სიკვდილთან. ჩვენ ბიბლიაში რასაც ვხედავთ, რომ შეგვიძლია სხვაზეც გადმოვცოთ ის, რომ მამამთავართა მოდგმაში ძალიან სიმპტომატურია აბრაამის, ისააკის, იაკობის შემთხვევაში ფიქსირდება. ძალიან სიმპტომატურია სიკვდილით ღმერთის გაცნობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. აი აბრაამი რაც ჩვენ ვიცით ორ მიშულს მას სხვა შვილებიც ყავდა, მაგრამ ორზე რაც ვიცით დანამდვილებით. ხაზებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისმაელსაც და ისააკსაც ღმერთი გააცნოს სიკვდილით. რომ აქ არის რაღაცა ისეთი, რომლის მიღმაც ღმერთი ძლიერებაა დასანახი. ძალიან სიმპტომატურია, რომ მამამთავრებისათვის ღმერთი არის ძლიერი. ცოტა მოგვიანებით მოსესთან ღმერთი კიდე სხვა სახელით გაცხადდება. მაგრამ მამამთავრების ისტორიაში ღმერთი არის ელშადაი, უფალი ყოვლადწლიერი. აი ეს ამ სიძლიერეზე კეთდება იქ აქცენტი, იქ მოსესთან მე კიდე სხვა რამეზე გაკეთება აქცენტი. რატო არის ეს მნიშვნელოვანი, რომ აი მაგალითად აი როდესაც ისმაელი მიდის სახლიდან, ხო, აბრაამი მას გაატანს
ერთ პურზე ერთ მათარა წყალს და გაუშვებს. Ამდენი ხანი შეიძლება იყოს დედას და შვილს უდაბნოში ერთი პური და ერთი მათარა წყალი. ძალიან ცოტა ხანი. და მართლაც ისმაელი მომაკვდავს დატოვებს დედა და გაშორდება ისე საწყოც მანძილზე. რატო აკეთებს ამას ა ブラ ამი? თუ აკეთებს რომ ისმაელს დიდარი მამის იმედი კი არ უნდა ქონდეს. ისმაელს სიკვდილისაგან მხსნელი ღმერთის იმედი უნდა ქონდეს, რომელმაც ასევე მისცა მამამის სიმდიდრე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ブラ ამის აი ამ პედაგოგიკაში, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ყოვლადწლიერი გულისხმობს არა სიძლიერეს იმაზე რომ ჩემ მეზობელს დაჩაგრავს ჩემს გამო. ეს არ არის ძლიერი ღმერთი, ეს არ არის ღმერთი ა ブラ ამისა. ა ブラ ამი ღმერთის ყოვლადძლიერებაში ხედავს სხვა ტიპის სიძლიერეს, რომელმაც უნდა და რომლითაც უნდა დაძლეულ იქნას ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დიდი მტრობა, ყველაზე დიდი ჩაგვრელი სიკვდილი. სიკვდილია ის სარკმელი, რა სარკმელითაც ა ブラ ამი უყურებს ღმერთს და ამ სარკმელში ხედავს ა ブラ ამი სწორედ ღმერთის ყოვლადძლიერებას, ვინაიდან სიკვდილი ვერ მივა ღმერთთან. ღმერთმა რაღაცა უნდა გაუკეთოს ამ სიკვდილს რა? გველს თავი გაეჭეჭება, ხოლო მის თავის გამჭეჭყავს ქუსლი დაეგესლება. ა ブラ ამის ტრიალებს იმ სისხლის გარშემო, რომელმაც სისხლმაც ეს სარკმელი სიკვდილს უნდა ჩაუკეტოს და ღმერთის ეძლიერება. ასე ზრდის ის შვილებს. ჭეშმარიტი ღვთისმსახურება სიკვდილის იდეას უკავშირდება. აქედან უნდა ამოიზარდოს რაღაცა. ამიტომ როდესაც ა ブラ ამს დარჩება სახლში ერთი შვილი, აღთქმული ისააკი. ეპითეტებითაც შევამკოთ, როგორც მას წინ დაწერილი ამბობს, მხოლოდშობილი, საყვარელი, ძე, აი სწორედ მაშინ ეცხადება მას ღმერთი და ეუბნება რომ მოკიდოს ხელი, წაიყვანოს, სადაც ღმერთი უჩვენებს მას და შესწიროს. და ძალიან არ უნდა ამის გაკეთება. აი დაუკვირდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია მამანდრია, ვინაიდან აი აქ წმინდა წერილი რაღაცა ძალიან საინტერესო რამეს გვეუბნება. თვითონ ეს მიმართა ღვთისაგან იწყება აი ამ მომენტით, რომ ღმერთი ეუბნება ა ブラ ამს, მიმართავს ა ブラ ამს და ა ブラ ამი ეპასუხება აქავარ უფალო. ეს აქავარ უფალო ბიბლიურ ენათმეტყველებაზე ნიშნავს რა გნებავს უფალო. მზადავარ უფალო. და რისთვის არის ა ブラ ამი მზად, რასაც ღმერთი ეთქოს ყველაფრისთვის. და რო უთხრა შვილი შემომწირეო იმისთვისაც. აღმოჩნდება რომ იმისთვისაც, მაგრამ აქ არის კიდე ერთი ძალიან საინტერესო დეტალი. უფრო დიდი, უფრო ძლიერი, ვიდრე შეიძლება იყოს ისააკის მორიას მხარეში მთაზე აყვანა. სადაც ა ブラ ამი ძალიან მნიშვნელოვან რამეს გვაჩვენებს. და ღმერთი ეუბნება ა ブラ ამს, რომ მოკიდოს ხელი ისააკს და წამოიყვანოს და შესწიროს მას. იცით ჩვენ თავის დროზე ვისაუბრეთ, რომ ა ブラ ამი ახეტიალდა მამამისის სახლისაგან. აი ეს ამ ახეტიალების მთელი შინაარსი. აი ახლა ა ブラ ამი ახეტიალდება კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ აღთქმული ძე დაუკლას, შესწიროს ღმერთს. არც ქალდეველთა ურიდან გაიოლებია გამოსვლა ა ブラ ამს, არც ეს მსხვერპლშეწირვა არის მისთვის იოლი გადასაწყვეტი, მაგრამ ღმერთს ეუბნება დიახ, საობას ეუბნება და პარალელი გავავლოთ. ადამმა თქვა არა, კაენმა თქვა არა, ქამმა თქვა არა და ა ブラ ამი ამბობს კი ის საობას. აბელმა თქვა კი, ნოემ თქვა კი. ხო, აბელმა თქვა კი, ნოემ თქვა კი. და აი კვლავ ესე იგი ა ブラ ამთან ისევ ეს კაცობრიობის გზა ჯვარედინი არის აქ ისევ, არა მხოლოდ ა ブラ ამის. ამით არის დიდი მათი ცხოვრება. ამით არიან ისინი მამამთავრები, რომ მათი არჩევანი უკვე კაცობრიობის არჩევანს უკავშირდება და არა პირად წვრილმან მხოლოდ მისთვის მნიშვნელოვან არჩევანს. თუმცა მისი პირადიც არის, მაგრამ ამას ესეთი ფართე გლობალური ფართე პრიზმით უნდა შევხედოთ. სხვადასხვა ძალიან საინტერესო რამე თქვით, რომ აი ერთ-ერთი ძალიან დიდი ღვთისმეტყველი ამბობს საოცარ სიტყვებს. ღმერთი არასდროს არ ამბობს არას. ღმერთი ყოველთვის ამბობს ხოს. ყველაფერზე გეთახმება. აი მართლაც ღმერთს რო შესთავაზო, რომ აი მე შენი გაყიდვა მინდა. გამყიდე. შენი მოკლა მინდა, მომკალე. შენთან ერთად მინდა, შენთან ერთად იყავი. ყველაფერზე გეუბნება, ანუ ღმერთისაგან არა უკვე ძალადობა. და ღმერთი ძალადობას არ მიმართავს. ყველაფერზე გეუბნება ხოს. თავარია შენ ასე შენ აგიდა ღმერთისაგან.
ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანი, რომელიც ეუბნება ღმერთს, მე მინდა შენთან ვიყო, მაგრამ არ ცხოვრობს ისე, რომ მასთან იყოს. შედეგი რა აქვს? ღმერთმა ხო უთხრა, დადებითად უპასუხა. შენ ჩემთან უნდა იყო. ამიტომაც თუ ეს სურვილი გაქვს, ამ სურვილის შესაბამისი პედაგოგიკა მაქვს შენთან. მაშინ შენ მითხარ, რომ არ მინდა ღმერთთან შენთან ყოფნა, ყველაფერი დალაგებული როგორც კიდე ისე იწყო, მაგრამ შენ თუ ჩემთან გინდა ყოფნა, მაშინ მე რომ მინდა ისე უნდა იწყო. ანუ ხშირად მე ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, რომ როდესაც ღმერთს რაღაცას ვთხოვ, თუ დავუკვირდით, ის აუცილებლად დადებითად გვიპასუხებს. ის აუცილებლად დაგვეთანხმება. და აი აქ ამ ადგილას აბრაამის ცხოვრებაში ჩნდება ძალიან საინტერესო რამ. წმინდა წერილი გვეუბნება ისეთ რამეს, აი შეეძლო არ ეთქვა, მაგრამ ამბობს ასეთ რამეს, რომ აბრაამი ადგა დილით ადრე. ეს დილით ადრე ადგომა ნიშნავს, რომ ჩქარობს, აი ღმერთმა რაც უთხრა დროზე, განუხრელად, უკან მოუხედავად უნდა შესრულდეს. და რა ჩქარობს აბრაამი? აბრაამი ჩქარობს რაღაცა ისეთი რაღაცის გაკეთება, რო უთხრა ღმერთმა, მაგრამ ისისო წარმოუდგენელია. ძალიან საინტერესო აქცენტს აკეთებს ერთ-ერთი ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ადრეული ქრისტიანული ისტორიიდან ორიგენე, რომელსაც აი მართლა ძალიან ბევრი რამ აქვს დაწერილი და გაკეთებული ეკლესიისათვის. ორიგენიდან მომდინარე, მე ვინმე თუ შეეხო, სწორედ ამის კვალობაზე აქცევენ ამ თემას ყურადღებას, რომ ღმერთმა აბრაამს თავიდანვე უთხრა, რატო უხმობდა. ხო შეეძლო ღმერთს ეთქვა, რომ შენ და შენი შვილი წამოდი, სადაც მე გეტყვი და რომ მივიდოდნენ იქ, მე ეთქვა, აიმიტომ მოგიყვანი და ეს გააკ. არა, თავიდანვე იცის აბრაამა რა უნდა გააკეთოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, რომ იმას, რასაც ახლა აბრაამი გააკეთებს, ის შესახება წმინდა წერილი მოგვითხრობს. ეს არ არის აფექტი, რელიგიური აღტკინება რაღაცა, რელიგიური რაღაცა, ექსტაზი. არა, ის რაც ახლა მოხდება, სულად გააზრებულია. 3 დღე ამაზე ფიქრობს აბრაამი. ხო, მაგრამ შედეგი რა უნდა იყოს, ამაზე ალბათ არ აქვს წარმოდგენა. ხო და საქმეც აი ესაა ძალიან საინტერესო მომანდრია, რომ როდესაც ჩვენ წმინდა წერილი გვეუბნება, რომ აბრაამი დგება დილით ადრე და მოდის და 3 დღის განმავლობაში, 3 დღის მერე მივლენ ისინი მორიას მხარეში, იქ სადაც უნდა იხილონ ის მთა, რომელ მთაზეც უნდა ავიდნენ. აი ამ 3 დღის განმავლობაში აბრაამი ფიქრობს სწორედ ერთ ძალიან საინტერესო დეტალზე. ღმერთმა უთხრა აბრაამს, რომ ისააკი არის სწორედ ის, ვისგანაც მას თავმავლობა მიეცემა. არა ისმაელი, რომელიც უკვე გაუშვა. არამედ ისააკია, რომლისაგანაც უნდა გამრავლდეს. და არა მარტო გამრავლდეს, არამედ ისააკისაგან მოდის ის სიმრავლე, საიდანაც უნდა მოვიდეს ის, რომლისაგანაც იკურთხება კაცობრიობის ყველა ხალხი. აი ამაზე ფიქრობს ამ 3 დღის განმავლობაში. ამას უღმავდება. მე უნდა დავკლა ისააკი. და ისააკი ჯერ დაუქორწინებელია, შვილიც არ აყავს. და როგორ შეიძლება მკვდარი ისააკი გამრავლდეს? რა ლოგიკაში ჯდება ეს? და აბრაამი სწორედ ამ 3 დღის განმავლობაში ამას უფიქრდება, მისი დილით ადრე ადგომა. შესაძლებელია ამ 3 დღის განმავლობაში მას ძალიან ცოტა, ან ყველაზე ცუდად ეძინა. ან და რა დააძინებდა, ერთადერთი უსაყვარლესი შვილი დასაკლავად ვიყავს. და იქნებ ცდება აბრაამი, იქნებ ეგ არ არის ის ღმერთი, აი საქმეც ეს არის. რომელმაც მოუხმო მას ახლა ქვეყანაში, რომელმაც უთხრა, რომ ისააკისაგან იქნება შთამომავლობა. საქმეც ეს არის, აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი, ვინაიდან აბრაამი, როდესაც ფიქრობს, როგორ შეიძლება მკვდარი ისააკი გამრავლდეს, იმავდროულად ფიქრობს. ძალიან გავს ეს მოწოდება იმ მოწოდებისაგან, რომელიც წარმართა შორის ღმერთებისაგან ისმის შვილი შეწირვასთან, ადამიანის ხომ შეწირვასთან და ეს შეწირვა ხდებოდა მის სამეზობლოდ. მის მეზობლეთში იქნებოდნენ იქ სემიტები ცხოვრობდნენ, რომლებიც პრინციპში ამ მსახურებას აღასრულებდნენ. კი ბატონო, პირველ შვილს წირავდნენ კერპებს. როგორ საერთოდ ცნობილია, რომ ეს აი ადამიანის ხომ შეწირვას თავისი ღრმა რელიგიური მოტივი ჰქონდა წარმართულ რელიგიებში. ძალიან ეს პრინციპული ის იყო ეს ვიღაცა დაბიოს შეწირვა არ ხდებოდა, უნდა ყოფილიყო უცებად დიდგვაროვნის სისხლი უნდა დაყრილიყო. ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ძვირფასი სისხლის დაყრის ელემენტია აქ და ძალიან ღრმა რელიგიური განცდა ჰქონდა წარმართულ მისტერიებში აი ამ მომენტს და როდესაც აბრაამი ფიქრობს მკვდარი ისააკისაგან გამრავლების შესაძლებლობაზე, იქ უდგება სწორედ საკითხი. ძალიან გავს ეს ღმერთი იმ ღმერთს, რომელსაც მისი წარმართები, მისი მეზობელი წარმართები იცნობენ და ემსახურებიან. ამიტომ ჩვენ როდესაც აბრაამისაგან ისააკის ხომ შეწირვაზე გვაქვს საუბარი,
აქ მარტო ის კი არ არის მნიშვნელოვანი, როგორ შეძლო აბრაამმა გაემეტებინა ისააკი, როგორ შეძლო აბრაამს აეყვანა ისააკი მორიას მხარეში მთაზე დასაკლავად, შესაწირავად, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, რომ ამ 3 დღის განმავლობაში აბრაამს თავისი ღმერთი არაერია წარმართ ღმერთებში. თითქოს და გარეგნული ფორმები ძალიან მსგავსია ერთმანეთისა. ესეც მამამ თავარი, იქაც ძვირფასი სისხლია მოთხოვნილი, აქაც ძვირფასი სისხლია მოთხოვნილი, აქაც მამამ შვილი უნდა დაკლას, იქაც მამამ შვილს კლავენ. მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც აბრაამთან არის და სხვასთან არ არის. რა არის ეს? ეს არის აღთქმა, რომელიც ღმერთმა მისცა აბრაამს. შენ ახლა რაღაცას გააკეთებ, მაგრამ ვის დაიკვლება, ის გამრავლდება. პარადოქსული აღთქმები, აბსურდული აღთქმები პრინციპში. ლოგიკა ამაში ვერ ამ ქვეყნისთვის რაღაც გაუგებარი. აიყარე, წადი, მერე ესე საფრთხის ქვეშ დააყენეს უყველა, იმიტომ რომ საყრდენები აღარა გაქვს კეთილდღეობის და ეხლა შვილი რომელიც მოგეცი, რომ იმისაგან უნდა კაცობრიობის ხო მხსნელი მოვიდეს და გამრავლდეს კაცობრიობა, ეს შეწირე, ხო? და აქ აბრაამს აქვს საოცარი ინტუიცია, საოცარი სულიერი ხედვა, არჩევანი, როგორ გაარჩიოს კერპის გან არის ეს თუ იმ ღმერთისგან, რომელიც აძლევს ამ შვილს. რომელიც ეცხადება მას. საქმეც ეს არის, ეს სწორედ ეს სულიერი ინტუიცია, ეს განცდა, ეს სულიერი ხედვა ბიბლიაში წარმოდგენილია ამ ტერმინით, რომ აბრაამმა აღიხილა თვალითვისი და თვალის ახილვა წმინდა წერილში ტერმინოლოგიურად ნიშნავს არა ფიზიკური თვალით რაღაცა ტერიტორიის მონიშნვას, არამედ გონების თვალით რაღაცის დანახვას. რაღაცის შორს დანახვას, რაღაცის უხილავის, რაღაცა მისტიურის ხედვას. და ნათქვამია, რომ აბრაამმა შორიდან იხილა ამ მთაზე მომავალი მსხვერპლი. მომავალი მოვლენები. როდესაც აბრაამი მიდის ამ მთასთან, მიდის მსახურ ბიჭებთან ერთად და ისააკთან ერთად. და ამ 3 დღის განმავლობაში წმინდა წერილიდან ჩანს. როგორც ეს მსახურები ისე მიყვება ისააკის მამას. არც მსახურება, არც ისააკმა არ იციან ნამდვილი მოგზაურობის ნამდვილი მიზეზი. აი, როდესაც მე მთასთან აბრაამი მათთვის მოულოდნელად იღებს გადაწყვეტილებას. მსახურებს ეუბნება, რომ ისინი აქ დარჩნენ, ის და ეს ყმაწვილი, ანუ აბრაამი და ისააკი, ავლენ ამ მთაზე, სხვებს შეწირავენ და აბრაამი ხაზგასმით ამბობს: ჩამოვლენ, ისააკი ჩამოვლენ. ამ 3 დღის ღრმა ფიქრის, ღრმა მისტერიული ხედვის, ჭრეტის შედეგი სწორედ ეს არის. ისააკი დაიკვლება, მაგრამ ღმერთი აღადგენს და თან სწამს, თან არასწამს. თან ჯერა ღმერთის, თან ეჭვებშია. თან აბრაამმა უნდა ეს აბრაამის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ეს წმენის რაღაცა ძალიან წმენის გამოსის ძალიან მაღალი საფეხურია, რომ აბრაამმა უნდა მიიღოს აი ეს ცოდნათ, აი ეს ცნობათ უნდა მიიღოს, რომ სწორედ ამ სიკვდილშია სიცოცხლე. ამ სიკვდილშია მაკურთხევლობა. ეს არის საიდუმლო მისი ღვთისმსახურების საიდუმლო ცხვრის დაკლა და იმის რა ქვია დაწვა კი არ არის საკურთხეველზე ამ რაღაცა ლურთების დაწვა კი არ არის, არა. არსებითად ხდება გახსენება. ეს ის სისხლია, რომელიც ჯერ კიდევ 64-ში იქნა გაჟღერებული და ეს ის სისხლია, რომლის ღვთისმსახურებასაც აბელიდან მოყოლებული ემსახურებიან აი ეს ჩეული ადამიანები. და ეს ქმედება არის ერთგვარი სარკმელი, რომლიდანაც რაღაც დიდი უნდა დაინახოს აბრაამს. ისედაც დიდია აბრაამი, მაგრამ როგორც ჩანს ეს სამზადისი იყო ყველაფერი იმისათვის, რასაც ამ მსხვერპლ შეწირვის დროს დაინახავს. რაღაცა მეტი უნდა დაინახოს თავისთავად ცხადია და წმინდა წერილში არის საოცარი რამ ნათქვამი. როდესაც აბრაამი და ისააკი იწყებენ სიარულს მთაზე. აბრაამს მიაქვს დანა და მიაქვს საცეცხლო ცეცხლი, გავარვარებული ჩხალი და ისააკ ზურგით მიაქვს შეშა. და გზაზე ისააკი ეკითხება აბრაამს: შეშა მიგვაქვს, ცეცხლი მიგვაქვს, დანა მიგვაქვს და სად არის სამსხვერპლო? სად არის მსხვერპლი? სად არის ტარიგი? და იცით ეს არ არის კითხვა, რომელიც ისმაკმა დაუსვა მამამის, ეს არის ისტორიის გამოძახილი. სად არის? ეს აი წინასწარმეტყველთან იქნება, სად არის ძახილი? სად არის? ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ეს სად არის ძიება, მომლოდინესი, რომელიც უნდა რაღაც
მნიშვნელოვანი მოახდინოს ამ ქვეყანაზე და აბრაამის პასუხი. ღმერთი თვითონ გამოარჩევს თავისთვის სამსახურს. ღმერთი თვითონ აერჩევს ვინც უნდა იმას. და ეს იმდენად ღრმალერიგიული განცდა, რომ აი აქ აბრაამი ხედავს, რომ აი ახლა რო ავლენ, აი რაცა მოხდება, ბოლომდე უნდა მიენდოს ღმერთს, აი ბოლომდე, აი რაც მოხდება, ბოლომდე ღმერთის იქნება. აბრაამი თვითონ არის ღმერთის. მისი ყველა მოქმედება აქ გაშუალებულია ღმერთით, ყველა მოქმედება აბსოლუტურად. და როდესაც ხდება საკურთხევლის აგება, თავისთავად ხაზია ბიბლია დუმს ამ ეპიზოდზე. მაგრამ როდესაც მოხდება საკურთხევლის აგება, ხო განცდა ასეთია ბიბლიური თხრობისა. აი მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს სტუდენტებს. ალბათ იქ მოხდა ყველაზე დიდი რამ. როდესაც აბრაამა და ისააკმა ერთმანეთს თვალებში შეხედეს. არ გამოჩნდა არსად არ ჩანს, არაფერი არ ჩანს დასაკვირველი. და ისააკი აქ ხვდება, რომ ამ 3 დღის განმავლობაში თურმე მამას ძე მოყავდა დასაკლავად და არა ცხვარი. თურმე ის არის მსხვერპლი. იმისთვისა აგებული ეს საკურთხეველი და უნდა დაწვეს ის ამ საკურთხეველზე. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენ მორიას მთაზე აბრაამის მიერ ისააკის ხობშეწირვას ვეცნობით და ვსაუბრობთ აბრაამის რწმენით გმირობაზე თავისთავად ცხადია. აქედან იწყება ისააკის გზაჯვარედინი ცხოვრებაში. ისააკი მომავალი მამამთავარია, არა იმიტომ რომ ძია აბრაამის ზე ისმაილიც არის. მათემ ახარებელმა იმიტომ კი არ დაწერა რომ აბრაამ შვა ისააკ, რომ სხვა შვილი არ ყავდა აბრაამს, არა. აბრაამს ისააკის გარდა მიდიამიც ყავდა, ისმაილიც ყავდა და სხვა შვილებიც ყავდა. არა. აქ მთავარი არის რომ ხდება გზის გაგრძელება, ახალი დგება ვიღაცა გზაჯვარედინზე და ზუსტად იმ მიმართულებას ირჩევს. ისააკი თვალებით ეუბნება მამას ხოს. კი, სადავარ, დამკალი. ეს ის თანხმობა, რომელიც თავის დროზე აბრაამმა უთხრა ღმერთს გამოსვლისას. ეს ის თანხმობა, რომელიც თავის დროზე თქვა აბელმა და შეეწირა ამ თანხმობას, თქვა ნოემ და დასინოდნენ და უკუქთებული იქნა ცივილიზაციური კაცობრიობისაგან. ის თანხმობა, რომელიც აბრაამმა თქვა, ეს თანხმობა, რომელსაც საბოლოო თავის გამოხსნელობით ლოცვაში იტყვის ჩვენი მაცხოვარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი მე ჩემს სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე, მე არ მინახავს. და ეს ის თანხმობა, როდესაც ადამიანის შექმნისას თათბირობდნენ სამება. უნდა შევქმნათ კი. აქაც ხო არის ნათქვამი აუცილებელი. მე ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნები, მე არ მინახავს. ვერსად ვერ ნახე და ალბათ არც არასდროს მოხდება. ვერავინ ვერ შეძლო. ვინც შეეხო ამ თემას და გადაწყვიტა დაეხატა რაღაცა ტილო შეექმნა. ვერავინ ვერ შეძლო დაეხატა აბრაამი და ისააკი ისე რომ ისინი ერთმანეთს უყურებენ თვალებში. არსად ერთმანეთს არ უყურებენ. ვერავინ ვერ დახატა ეს. ან აბრაამს თვალებზეა ხელი დაფარებული, ან რაღაცა აქ ისააკზე თვალებზე გადაფერებული, ან და აბრაამს გადაწეული ყავს ყმის თავი და იქ ერთმანეთს არ უყურებენ, მაგრამ სამაგეროდ ერთი რამე აუცილებელი. აბრაამი უნდა იყურებოდეს ზემოთ. აბრაამი უნდა იყურებოდეს ცისკენ, სიმაღლისკენ, სივრცეში. და ისრაელს ეს უნდა ახსოვდეს. ისრაელს აუცილებლად უნდა ახსოვდეს. ის რაც ახლა დაიწერება წმინდა წერილში. და რასაც ის ყოველთვის კითხულობდა. რა არის ეს? ეს არის ის, რომ აბრაამმა ისააკი დააწვინა საკურთხეველზე. აბრაამმა დანით ხელი აღმართა. მაგრამ მარტო კი არ აღმართა, არა, ანხს ხელი დაუშვა. ეს ხელი დაუშვა ნიშნავს იმას, რომ აბრაამ ისააკი გაწირა. აბრაამ ისააკი მიართვა ღმერთს. მაგრამ ეს ხელი გაჩერებულია. და ისრაელმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ თუ კი ის არის წარმოშობილი, თუ კი ის დგას ფეხზე, იმიტომ კი არა რომ აბრაამი დიდი მამამთავარი იყო, არა აბრაამი დიდი მამამთავარი იყო, მაგრამ ისააკი იხსნა ღმერთმა. ღმერთისგან გადარჩენილია ისრაელი, ღმერთს რო უნდა იმიტომ შედგა ისრაელი და არა იმიტომ რომ აბრაამა ასე გაზარდა ისააკი. არა, ამას საფუძველი აქვს თავისი, არა, ღმერთს უნდა ეს ყველაფერი. რომ ისრაელის არსებობა ნება აღვთისა. არ მოაკვდინებს ის ისააკს, ვინაიდან ისააკიდან უნდა წამოვიდეს იაკობიდან, ანუ ისრაელიდან წამოვიდეს ის საოცრება, რომელსაც ძველი აღთქმის ეკლესია ერქმევა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უნდა ახსოვდეს ისრაელს. აბრაამის გამო არ არის გადარჩენილი ისააკი, აბრაამმა ისააკი გაწირა. გააკეთა ესაც ღმერთმა უთხრა. ისააკი ღმერთმა გადაარჩინა.
ამიტომაც შედგა ისრაელი. ამიტომაც აქ ერთი ძალიან საინტერესო მომენტია, როდესაც ღმერთი მიმართავს აბრაამს და ეტყვის, რომ ნუ დაკლავს ისააკს, რადგან ახლა კი ნახა, რომ მართლა საუკეთესო გამოიმეტა მისთვის განა ეს ღმერთმა არ იცის. განდა ეს ღმერთისათვის მართლა ახლა სანახავი ეს ხო უბრალოდ ადამიანურ ენაზე წარმოდგენილი სიუჟეტია. არ აქვს სხვა რამეა მთავარი. აქ მთავარი ის არის, რომ აბრაამა ისააკი არ უნდა დაკლას. ისააკის სიკვდილს არ მოაქვს არაფერი. ისააკის სიკვდილს მოაქვს ისააკისათვის და აბრაამისათვის რაღაცა, მაგრამ არამც და არამც სხვისთვის. არა, დასაკვლელი სხვა არის. აი სხვა რო დაიკვლება. იმის სიკვდილია, რომ მოიტანს მთელი კაცობრიობისათვის სიხარულს და ხსნას. და აბრაამმა დაინახა, რას გააკეთებს ღმერთი თავისი ძის შეწირვით კაცობრიობის გამოხსნისათვის. აი, სწორედ როდესაც მაცხოვარი ამბობს, მამასა თქვენს აბრაამს უნდა ხეხილა დღესა ჩემ იხილა და განიხარა, უკვდათ სადგნახა შენ აბრაამ. შენი წლოვანება და აბრაამის მოღვაწეობის ხანა აბსოლუტურად ცდება ერთად სადნახა მართლა აბრაამა მაცხოვარი. სად გაიხარა აბრაამა რა ძალიან მნიშვნელოვანი. მარტო კი არ ვნახა, ამას ხას უსვავს, არა, გაიხარა კიდე ჩემი ხილვით. და სად არის ხილვა მესიისა, სად არის სიხარული მისი ხილვისა. სწორედ აი აქ, როდესაც სამსხვერპლოს გამოუჩენს ღმერთი. აღმოუცენებს ეფრემასური ამბობს, თუ იონე ოქროპირი ბოლომდე არ მახსენდება, მაგრამ ერთ-ერთი მამა ამბობს, როგორც ქალწულისაგან აღმოცენდა უთესლოდ მესიასევე მიწამ აღმოაცენა ეს ტარიგი. და ამას მოკიდებს ხელს აბრაამი და შეწირავს ისააკის ნაცვლად. აქ ნახავს, რომ ჩვეულებრივი სისხლი ვერ იქნება ის სისხლი, რომელზეც საუბრობს ღმერთის სამოთხეში და რომელიც უნდა დაიღვაროს გველის თავის გაჭეჭვის შედეგად. რაღაცა სხვა სისხლია. რაღაცა სხვა სისხლია. თავისთავად ცხადია, ამ შემთხვევაში ფიზიკურად ცხოველის სისხლი ეღვრება, მაგრამ მიმანიშნებელია რაღაცა არაჩვეულებრივ ადამიანურ სისხლზე, რომელიც ცოდვით არის და ავადმყოფობით არის გაჯერებული. არამედ აქ უნდა იყოს რაღაცა მეტი ვიდრე აი ეს დასნეულებული ადამიანის მიერ დაღვრილი სისხლი. რაღაცა უფრო დიდი, უფრო მნიშვნელოვანი. და სწორედ აი აქ იხარებს აბრაამი. იხარებს აბრაამი მისგან გაწეული, მისგან მოკლული შვილის გაცოცხლებით. ისააკი ცოცხალი და სახსალამათი დაუბრუნდება მამას და ისინი მართლა ერთად ჩამოვლენ, როგორც ეს იწინასწარმეტყველა აბრაამა თაზე ასვლის წინ, ერთად დაუბრუნდებიან იმ მსახურებს, რომლებიც ქვემოთ ელოდებიან მათ. სხვაგვარად რო ვთქვათ, მორიასთან ხდება სიმბოლო გოლგოთისა, ისააკი წინასახე ჩვენი მაცხოვრისა, ისააკის მიერ შეშვის ზიდვა სახე სიმბოლო მაცხოვრის მიერ ჯვრის ზიდვისა, ისააკის მორჩილებით დაწოლა საკურთხეველზე, წინასახე მაცხოვრის თავის ისეციური მამისადმი უკანასკნელ მომენტამდე სრული მორჩილებისა, სიკვდილამდე მორჩილებისა, ვინაიდან აქ უნდა მოხდეს სწორედ მამისაგან ძის შეწირვა, მამისაგან სწორედ ამისათვის არის მოვლინებული ძე, რათა მამის ნება აღასრულოს და სიხარული მისცეს არა მარტო აბრაამს, კურთხეულს და გამორჩეულს, არამედ სიხარული მისცეს მთელ კაცობრიობას. ისააკზე ამბობენ, რომ მას დაემართა დიაბეტი აქვს და მე სიბრმავე მისი სწორედ აი აქ ამ შიშისაგან გამოწვეული დიაბეტით იყო განპირობებული შემდგომში. თუმცა ეხლა ჩვენ რაც ვთქვით, აბრაამმა ისეთი რამე ნახა იქ, ნახა პირდაპირ ღმერთის გადმოსახედი. მამა ღმერთის გადმოსახედი, როდესაც ის წირავს თავის ძეს კაცობრიობას. და აბრაამმა უკვე იცის გაცილებით მეტი თიდან ჩამოსულმა აბრაამმა საღვთო განგებულების შესახებ, ვიდრე მანამდე იცოდა. მან თავისი თვალით ნახა, რას იზამს ღმერთი კაცობრიობის გამოხსნისათვის. და განდიდდა კიდევ უფრო აბრაამი. თუმცა ისააკმა თუ შეიძინა ისააკმა მართლა აქ რაიმე დაავადება და გავყვეთ ამ ვერსიას, რომ შეიძინა დიაბეტი. ისააკმაც დიდი რამ შეიძინა კიდევ ამის გარდა და ამიტომაც როგორც ბრძანეთ,
გამგრძელებელი არის ზუსტად იმ მიმართულების, რასაც მისდევდა აბრაამი იმ თავის გზაჯვარედინებზე, როდესაც ღმერთს ეუბნებოდა დიახ, მზად ვარ და ეუბნებოდა თანხობას იქ, სადაც სხვები ეუბნებოდნენ უარს. დიდი მადლობა გიორგი მობრძანებისათვის, ამ საინტერესო საუბრისთვის, მაყურებელს დავამშვიდობები. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე, ჩვენ ვაგრძელებთ ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები და შემდეგ გადაცემაში კვლავ აბრაამზე გვექნება საუბარი, მოგითხრობთ მის ცხოვრებაში სხვა მნიშვნელოვან არჩევანს, სხვა მნიშვნელოვან გზაჯვარედინს, რომელიც როგორც ამ გადაცემაშიც ვთქვით, არა მხოლოდ პიროვნული აღმოჩნდება როგორც არჩევანი, არამედ განსაზღვრავს კაცობრიობის არჩევანს ზოგადად. გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.